ახლობას საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს თქვენ და თქვენმა გუნდმა უმასპინძლეთ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენისთან და წარმატებულ ბიზნესმენთან შევხვედრა. იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდები ღებულობენ არნახულ განათლებას, თვითონ ეს არ არის ხომ მხოლოდ თეორია, თქვენ პრაქტიკულად გამოიარეთ თქვენი ცხოვრების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელთაც მიაღწიეთ არაერთ წარმატებას. დღეს ჩვენ აქ საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ვართ წარმოდგენილი, მე გიორგი გოგიაშვილი ვარ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი და კურატორი და აქ არიან წარმოდგენილები ასევე ლიდერები, ჩვენ გვაქვს კომიტეტები, მიმართულებები, სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის ბიზნესის მიმართულებით და ჩვენ მართლა აღფრთოვანებული ვარ და თქვენ ხედავთ ახალგაზრდებიც როგორი დიდი ყურადღებით გისმენდნენ და გადავცემ ყველა სიტყვას, ვისაც კითხვა ექნება თვითონ ბატონ გელასთან. კაცო პოლიტიკაში ხარ. 2000 წლიდან ხელფასი 3, 5 და ლამბორჯინი საიდან მიდიო. და ვერასდროს ვერ დაამტკიცებულა საიდან მიდიო ლამბორჯინი. ამიტომ ხოჯოია რომ პირდაპირ ბიზნესში წადი. მაინტერესებს რა არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი იმისა თუ რომ გაიგო რა უნდა გაყიდო. სულ ვფიქრობ ხოლმე რომ ბიზნესები ზოგადად ამას მხოლოდ სახელისთვის აკეთებენ. რომ აი იმიჯი შეიქმნან. ეს მარტო შენ უნდა იცოდე. შენი მტერი პირველი არის შენი ენა. მეტი შენ მტერი არავინ არ აქვს. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ბატონო გელა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ინფორმაციული. დღევანდელი შეხვედრა ინტერაქციულად წარიმართა, ჩვენს წევრებს ჰქონდათ კითხვის დასმის უფლება. და ვფიქრობ ყველა მამოწურავი პასუხი მიიღო. ჩვენთვის მართლა დიდი პატივია ჩვენი სესიაც იხურება და თქვენისთანა წარმატებულ ბიზნესმენს როცა შევხვდებით და მივიღებთ ცოდნას უშუალოდ ლაივ რეჟიმში და მართლაც ჩვენ საომავლოდაც შეგვიძლია დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი შეხვედრები, სადაც უფრო დიდი აუდიტორიაც გაიგებს ამის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები არიან საზღვარგარეთაც და ძალიან დიდი ინტერესით უცდიან, თუნდაც დღევანდელი ვიდეო რაც ჩაიწერა, როცა ეს გამოქვეყნდება და მართლაც მადლობა შემიძლია გითხრათ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო უფრო მეტი შევხვდით რეფერენს და უფრო დავილაპარაკოთ და დამიჯერეთ. მე გეტყვით 5 პროექტს. ხვალინდელს არა დღევანდელს. და თქვენთან ერთად 5 დღეს გამახორციელებთ. ჩვენ სახელმწიფო თქვენ დამიჯერეთ. თქვენ სტუდენტები ხართ, ახალგაზრდები ხართ, თქვენ დამიჯერეთ. მე ვიქნები პასუხისმგებელი რომ პირველი რასაც თქვენთან ერთად გავაკეთებ, და ეს საუნდტრეკი იქნება. ზუსტად რომ ვიტყვით და კის ნებართვას რომ მოგწევენ, საუნდტრეკში მე თქვენთან ერთად ნატახტავში ადგილი გვაქვს. აი ამ მოტოციკლებს ერთად დავაწყოთ. აი ეს არის დღეს ყველაზე კარგი ელექტრომოტოციკლეტი, 700 კილოიანი, ტონიანი, ტონა 200, რომელიც თქვათ რაღაცა კილომეტრს ზუსტად ამახსოვს გადის და მეორე ეს. აი ეს რო ჩვენ საქართველოში ჩვენი საკუთარი ქარხანა გქონდეს, ჩათვალეთ სოფლის მეურნეობა, ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს. მოდი, რადგან თქვენ სრული გამოთქვით ჩემთან შეხვედრას, მეორე შეხვედრაზე პირდაპირ პრემიერ-მინისტრს ვთხოვოთ, რომ აი ეს გაგვაკეთებიოს. მათი არაფერი არ გვინდა და ხელი არ შემიშალოს.